საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები შეიკრიბნენ ირანის საელჩოს წინ. მათ დაგმეს საკუთარი მოქალაქეების მკვლელი რეჟიმის ქმედებები და მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში ჩართული თავგანწირული თავისუფალი მოქალაქეების აქტივობას. თბილისის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ინტერნეტის შეზღუდვის გამო ახლობლებთან წვდომა არ აქვთ, იციან მხოლოდ ის, რომ სასტიკი რეჟიმის ხელში მოქალაქეების მსხვერპლი მატულობს. საქართველოში მცხოვრები ირანელები დარწმუნებულნი არიან, რომ მასობრივი პროტესტი აიათოლა ხამენეის რეჟიმისთვის ამჯერად ბოლოა და პროცესი რევოლუციით დასრულდება. ერთ კვირაზე მეტია ხალხი ქუჩაშია გამოსული და ახლა ჩვენც აქ ვართ, მათ მხარდასაჭერად. რეჟიმი რეპრესიებს ახორციელებს საკუთარ ხალხზე. კლავს და ახლა ინტერნეტიც ჩაუხშო. გვინდა რომ ფეჰლევის შვილი დაბრუნდეს ირანში. ირანელი ხალხი იბრძვის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა 47 წლის წინ დაიწყო, როცა ირანელმა ოფიცრებმა და გენერლებმა მხარი დაუჭირეს კონსტიტუციურ მონარქიას. ირანელებმა იციან სიმართლე და უნდათ მათი რეალური იდენტობის შენარჩუნება, რომლის ჩახშობასაც ცდილობს ეს რეჟიმი. მათ უნდათ დემოკრატია და სამართლიანობა.